ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ყოფილმა პრემიერმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად დამნაშავე ცნო. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მმართველ გუნდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილის საქმე ყოველთვის მძიმე საკითხია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ იმ გუნდისგან, რომელიც დემონსტრაციებზე მოქალაქეებს აკავებს, კორუფციაში გახვეული მაღალჩინოსნისთვის გირაოს შეფარდება უხერხულია. Absolutურად სამარცხვინო რამ ვიხილეთ, როდესაც ადამიანი დამტკიცდა, რომ ძარცვავდა ქართულ ხალხს, უმაღლეს და ყველაზე საპასუხებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო შეიძლება ადამიანი გირაოს გადახდის შემდგომ გახდეს, ასე ვთქვათ, ციხეში არ გაუშვან და ამის მაგივრად ციხეში გაუშვან ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ქუჩას კეტავენ ხოლმე, მაგალითად, ან აქციაზე იმყოფებიან ხოლმე და ვერ უმტკიცებენ ხოლმე ბრალს და თან წლობით უშვებენ ამ ხალხს ციხეში. ეს არის ამორალური პოლიტიკას და სამართალს რო თავი დაანება და თან მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცდა ის ბრალდებები, რომელზეც ამდენი წელი ვსაუბრობთ და იგივე ხალხი, ვინც ეს კაცი დააკავა, გვეუბნებოდა, რომ ცილს ვწამებთო და ცილს ვწამებთო. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა გარჩევის, შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამოვლინება. სინამდვილეში ამ ქვეყანას მართავს მთელი ჯგრო პოლიტიკური კორუფციონერებისა. პირველი პოლიტიკური კორუფციონერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და მის დაქვემდებარებაში თითოეული მყოფი მაღალი თანამდებობების საჯარო პირი. ბრალდებული უნდა იყოს კორუფციაში, იმიტომ რომ დღეს რა დანაშაულებრივი მართლობაც არსებობს ქვეყანაში, ეს კორუფციული სქემები ჩაშლილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ამ ყველაფრის მხოლოდ ერთი ჭანჭიკი, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის და ანტიქართული ოცნების ინტერესებს. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რა რეალობის წინაშე დავდექით. ძიმეა მოსასმენად, რომ საკითხი ეხება თანაგუნდეს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს. მაგრამ რეალობა არის ის, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბრძოლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია ვიდრე პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება, ალბათ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, მაგრამ ის რა რეალობაც არის, ეს არის რეალობა. კანონს, რა თქმა უნდა, ჭირდება დაცვა და კანონი ყველგან იქნება დაცული. გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6.500.000 ამერიკული დოლარი. ასევე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერის სახის მისაცემად ღარიბაშვილმა 2023-24 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული 2 ავტომანქანა. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210.000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი ფარულად ახორციელებდა ბიზნეს საქმიანობას და დეკლარაციებში უთითებდა თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პარალელურად მისი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებული იქნა ჯამში 3.670.172 დოლარი. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას როგორც თანამდებობის პირს გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. ზემოაღნიშნული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბმონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.
აღნიშნული გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს 830,000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში. გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463,630 ლარად ღირებული 2 ავტომანქანა. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210,000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შეპესეში ინვესტირებული იქნა ჯამში 3,670,172 ლარი. ამავდროულად დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბის მიზნით დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6,500,000 ამერიკული დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. 23 ოქტომბრის აქციებზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულთა სახელები და გვარები, რომელთა შორის არიან აქციების დროს დაკავებული ზვია ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე, ასევე იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი დავით მშვენიერაძე, ასევე ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლო მანამდე დაკავებული ექიმი ბაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამხმევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს ან ორშაბათს შევა. პარლამენტმა 16 ოქტომბერს დაუჭირა მხარის საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით კონკრეტულ პირას პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში აისახა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით თუ კონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიგრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ. მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში, ამავდროულად შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება. ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიების წევრები, ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები. მიღებულ კანონებს შორის ალბათ ყველაზე უპრეცედენტო იქნება ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის, იმიტომ რომ არა მხოლოდ ათეულობით მაგალითად ადამიანს ან ასეულობით უნდაც შეეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება, ანუ ის რომ ჩვენ არჩეული ვიყოთ თქვა საკრებულოში ან პარლამენტში, არამედ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეებს თვითონ ქოცებისვე დათვლით აეკრძალებათ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობა ზოგადად, იმიტომ რომ ადამიანები 100,000-ობით ეს ადამიანი, რომელსაც მე ვსაუბრობ, ხმას აძლევდა ბოლო არჩევნებზე წლების მანძილზე არა მხოლოდ ნაცნობაზრობას, არამედ სხვა პარტიებს, რომელსაც აკრძალვას უპირებენ. ამიტომ ეს გახავთ რაღაც ქრესტომათიური მაგალითი დიქტატურის დამყარების მცდელობის, რომ უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მოითხოვს ანტიკონსტიტუციური იმ მუხლების გაბათილებას და თავის მხრივ მოითხოვს დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას. საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის პირობებში ვალდებული იქნება, რომ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება და თავის მხრივ ვერ განიხილოს ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სინამდვილეში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნის მექანიზმად გამოყენებას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ ეს დაკვეთა ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ეს დაკვეთა არის შესრულებული, სარჩელი არის წარდგენილი. და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. ის რომ ქვეყანაში ის პარტიები და ის პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც მუდმივად დაკავებულია საკუთარი ქვეყნის შანტაჟით, მტრობით, საზოგადოებაზე ზეწოლით და ასეთი მძიმე წარსულის მონაწილეები და აქტორები ისევ ისინი არიან, ვინც ცდილობენ რომ ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვფიქრობ, რომ ასეთი აქტივები უნდა დასრულდეს, ასეთი პარტიები და ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა უნდა აიგრძალოს და უნდა დისტანცირდეს პოლიტიკური საქმიანობისაგან.